გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. დღეს ჩვენ ღრმა და ვრცელ მოგზაურობას ვიწყებთ. ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ და დამაინტრიგებელ რომანში. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ოსკარ უაილდის ერთადერთი შემოქმედების, დორიან გრეის პორტრეტის, ბნელ და თვალის მომჭრელ სამყაროს. სანამ ხავერდის ფარდას გადავწევთ, რათა შიგნით დამალული საშინელებები გამოვაჩინოთ, გთხოვთ, თუ თქვენთვის ღირებული აღმოჩნდება ვიდეო, დააჭირეთ მოწონების ღილაკს, გამოიწერეთ არხი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენი ამბავი იწყება მხატვარ ბეზილ ჰოლუორდის მდიდრულ ლონდონურ სტუდიაში. ჰაერი ვარდებისა და იასამნის სურნელითაა გაჟღენთილი. ბეზილი ბრწყინვალე ხელოვანი, მაგრამ ძალიან ჩაკეტილი და მგრძნობიარე ადამიანია. ის ამთავრებს თავის უკანასკნელ შედევრს, წარმოუდგენლად ლამაზი ახალგაზრდა კაცის პორტრეტს. მისი კომპანიონია ლორდი ჰენრი უოტონი, არისტოკრატი, რომელიც ცხოვრებას სპექტაკლად აღიქვამს. ლორდი ჰენრი წახცია წამოწოლილი, ოპიუმით გაჟღენთილ სიგარეტს ეწევა და ცინიზმით სავსე მახვილგონივრულად საუბრობს. ის არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია დიდი ზეგავლენა იქონიოს ადამიანებზე, საუბრის ხელოვნების სრულყოფილებამდე აყვანით. ლორდი ჰენრი მოხიბლულია პორტრეტით და დაჟინებით ითხოვს მის მოდელთან შეხვედრას. ბეზილი კი უცნაურად თავს იკავებს. ის ლორდ ჰენრის უტყდება, რომ გრძნობს, თითქოს ზედმეტად ბევრი რამ ჩადო საკუთარი თავიდან ამ ნახატში. ის ამხელს საიდუმლო აღტაცებას ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ. მიზეზი, რის გამოც ამ სურათს არ გამოფენ, ამბობს ბეზილი, არის ის, რომ მეშინია, მასში ჩემი საკუთარი სულის საიდუმლო არ მქონდეს ნაჩვენები. სწორედ ეს საუბარი გვიჩვენებს რომანის მთავარ კონფლიქტს. ერთ მხარეს არის ბეზილი, ვისთვისაც ხელოვნება წმინდა და სულიერი ღირებულებაა. მეორე მხარეს კი ლორდი ჰენრი, რომელიც ცხოვრებასა და ხელოვნებას მხოლოდ ახალი შეგრძნებებისა და ინტელექტუალური თამაშებისთვის იყენებს. ისინი ორი დაპირისპირებული ძალაა და დორიან გრეი მალე გახდება ბრძოლის ველი, სადაც მათი ფილოსოფიები ერთმანეთს შეეჯახება. სწორედ ამ დროს პორტრეტის მოდელიც მოდის. მისი სახელია დორიან გრეი. ის დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდაა, დაჯილდოებული თვალწარმტაცი, უნაკლო სილამაზით. უაილდი მას აღწერს მამაკაც ქერათმით, ცისფერი თვალებითა და ალისფერი ტუჩებით. ის ასხივებს უმანკოებასა და სიწმინდეს, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი ფიზიკური სრულყოფილება. ამ ეტაპზე ის სუბტიტილოა. ლორდი ჰენრი დანახვისთანავე მოიხიბლება. ის დორიანის სილამაზესა და გულუბრყვილობაში სოციალური ექსპერიმენტისთვის სრულყოფილ მასალას ხედავს. სანამ ბეზილი ხატავს, ლორდი ჰენრი საუბარს იწყებს. მისი სიტყვები საგულდაგულო დამზადებულ საწამლავს გავს, მასწნებელ მელოდიას, რომელიც აღზრავს სურვილებს, რომელთა არსებობის შესახებაც დორიანს აქამდე არაფერი სმენია. ის საუბრობს სილამაზის წარმომავლობასა და დაბერების ტრაგედიაზე. ქვეყნად ახალგაზრდობის გარდა არაფერი არსებობს, აცხადებს ლორდი ჰენრი. ის დორიანს ეუბნება, რომ მისი სილამაზე უნიკალურია, მაგრამ ის დროსთან ერთად გაქრება. მისი ახალგაზრდული სახე ჩაქვრება, კანი დანაუჭდება და გაყვითრდება. თვალები კი ძველებურად მოელვარე ვეღარ იქნება. ის დორიანს მოუწოდებს იცხოვროს სრულფასოვნად, ეძიოს ყოველი შეგრძნება და დაჰყვეს ყველა ცდუნებას. ცდუნებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა, ამბობს ის, მასზე დათანხმებაა. დორიანი განცვიფრებული და შეშინებული უსმენს. მას არასდროს უფიქრია, რომ მისი სილამაზე ასეთი ძლიერია და ამავდროულად წარმავალი. ლორდი ჰენრის სიტყვები მას თითქოს თვალებს აუხელს. ის სარკეში საკუთარ ანარეკს უყურებს, შემდეგ კი დასრულებულ პორტრეტს. ნახატი მისი ამჟამინდელი სრულყოფილების იდეალური, მარადიული გამოსახულებაა. უეცრად მას შიში იპყრობს. ის აცნობიერებს, რომ დაბერდება, გახდება შეუხედავი და დაუძლურებული, ხოლო სურათზე გამოსახული კაცი სამუდამოდ ახალგაზრდა დარჩება. პორტრეტი დასცინებს მას, იმ სილამაზის დაკარგვისთვის, რომელიც მას ჰქონდა. პატივმოყვარეობის და ლორდი ჰენრის მომწამლავი ფილოსოფიის გამო, დორიანს ვნებით სავსე ოცნება უჩნდება. ის საბედისწერო სურვილს ჩაითქვამს. ეს არის ფაუსტური გარიგება, გარიგება უხილავ ეშმაკთან. ნეტავ მევრჩებოდე მუდამ ახალგაზრდა, პორტრეტი კი ბერდებოდეს. ყვირის ის, ამისთვის ყველაფერს დავთმობდი. დიახ, ქვეყნად არაფერია, რასაც არ დავთმობდი. სულსაც კი დავთმობდი ამისთვის. ეს სასოწარკვეთილი ვედრებაა, რომელიც ეგზისტენციალური ტერორის მომენტში იბადება. ბეზილი
შეშინებული ცდილობს ნახატის განადგურებას, მაგრამ დორიანი აჩერებს. სურვილი ჩათქმულია, კამათელი გაგორებულია. დორიან გრეიმ თავისი სული მარადიული ახალგაზრდობის დაპირებაზე გაყიდა. დორიანის ცხოვრება ახლა შეუქცევა და დიცვლება. ის მთლიანად ლორდი ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. ის რტავს მის ჰედონისტურ მსოფლმხედველობას, იწყებს ცხოვრების აღქმას, როგორც განცდების სერიას და არა როგორც მორალური არჩევანის ჯაჭვს. მისი პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ამ ახალ ცხოვრებაში სიბილ ვეინის უკავშირდება. ის მას ლონდონის ღარიბ უბანში, ძველ, დანგრეულ თეატრში აღმოაჩენს. დორიანისთვის ის ადამიანი კი არა, ხელოვნების ჭურჭელია. სცენაზე ის გასაოცარია, უყურებს მის მიერ შესრულებულ შექსპირს. ყოველ ღამე და უყვარდება არა თავად სიბილი, არამედ მისი უნარი, განასახიეროს ჯულიეტა, ოფელია და ომეგონი. ქალი დორიანისთვის საბოლოო ესთეტიკური გამოცდილებაა. აღფრთოვანებით უყვება ლორდ ჰენრის თავისი აღმოჩენის შესახებ და მას გენიოს უწოდებს. ლორდ ჰენრის ართობს ეს ახალი გატაცება, რადგან მას დორიანის განვითარების კიდევ ერთ საინტერესო თავად მიიჩნევს. ბეზილი, მუდამ იმედიანი რომანტიკოსი, გულწრფელად ბედნიერია დორიანისთვის. ის იმედოვნებს, რომ ეს წმინდა სიყვარული გადაარჩენს მის მეგობარს ლორდი ჰენრის უარყოფითი გავლენისგან. რამდენიმე კვირის შემდეგ დორიანი სიბილზე ინიშნება და მოუთმენლად ელის როდის წარუდგენს მას თავის ორ მეგობარს. ბეზილი და ლორდი ჰენრი თეატრში მიყავს, რათა მისი ბრწყინვალების მოწმენი გახდნენ. მას წარმოაჩენს უდიდეს მსახიობად, რომელიც ოდესმე უნახავს მსოფლიოს. სცენა ტრიუმფალური საღამოსავითაა გამზადებული, მაგრამ ის რაც შემდეგ ხდება, კატასტროფაა. იმ ღამეს სიბილის წარმოდგენა სრული კრახია. გოგონა უსიცოცხლოა, ხის თოჯინასავითაა და სრულიად მოკლებულია ვნებას. მაყურებელი მას დასცინის. დორიანს კი უკიდურესად დამცირებულს და განრისხებულს არ ესმის, რა დაემართა მის ხელოვან საცოლეს. ის თავს გრძნობს ღალატის მსხვერპლად, მისი წარუმატებლობის გამო. წარმოდგენის შემდეგ დორიანი კულისებში შტურმით შედის, რათა დაუპირისპირდეს მას. სიბილი იმის ნაცვლად რომ დამწუხრებული იყოს, სიხარულითაა სავსე. ის უხსნის, რომ ვეღარ თამაშობს, რადგან აღმოაჩინა რაღაც უფრო რეალური, ნამდვილი სიყვარული. დორიანთან შეხვედრამდე პერსონაჟები, რომლებსაც ის სცენაზე თამაშობდა, მისი რეალობა იყო. ახლა კი დორიანმა მას უჩვენა, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და სცენის ვნებები ხუჭი და ყალბი ეჩვენება. შენ მასწავლე რა არის სინამდვილე, ეუბნება ის. ამაღამ ჩემს ცხოვრებაში პირველად დავინახე სიყვარულის ჭეშმარიტება, მაგრამ დორიანს არ შეუძლია ამის გაგება. მისი სიყვარული მიმართული იყო მისი ხელოვნებისკენ და არა მისი ადამიანურობისკენ. ის მას ხედავდა როგორც ლამაზი სტრიქონებისა და ჟესტების კრებულს და არა როგორც ცოცხალ, სულიერ ადამიანს თავისი საკუთარი რეალობით. მისი პასუხი გამაოგნებლად სასტიკია. შენ ჩემი სიყვარული მოკალი, ამბობს დორიანი. მისი ხმა ცივი და ზიზღით სავსეა. ეუბნება, რომ ახლა მისთვის არაფერს წარმოადგენს. უბრალოდ, მესამე ხარისხოვანი მსახიობია ლამაზი სახით და თავისი სიტყვებით უკლავს გულს სიბილს. ატირებულ სტოვებს იატაკზე და სიბნელეში გადის. ეს მისი პირველი ამაზრზენის აქციელია. პირდაპირი შედეგი ესთეტიკური სილამაზის, ადამიანურ გრძნობებზე მაღლა დაყენებისა. როდესაც დორიანი თავის მდიდრულ სახლში ბრუნდება, ის შემთხვევით ამჩნევს ბეზილის პორტრეტს. გაოცებულია, როდესაც ხედავს აშკარა ცვლილებას. დახატული ტუჩების კუთხეში სისასტიკის ელფერია გაჩენილი. ის შეშინებულია. მისი დაუფიქრებელი საშინელი სურვილი ახდა. პორტრეტმა დაიწყო მისი ცოდვების ტვირთვის ზიდვა, ხოლო საკუთარი სახე ისეთივე წმინდა და უმანკო რჩება, როგორც ადრე. სინანულის ნაბერწკალი ინთება მასში. ის თავს დამნაშავედ გრძნობს სიბილის მიმართ გამოჩენილი სისასტიკის გამო. აცნობიერებს თავის ქმედების სიმახინჯეს, რომელიც ახლა ტილოზია ასახული. მოკლე ხნით მისი ბუნების კეთილი მხარე იმარჯვებს და გადაწყვეტს, მეორე დილით სიბილთან დაბრუნდეს, სთხოვოს პატიება და ცოლად შეირთოს. ის სიყვარულსა და სიკეთეს თავის ეგოისტურ სიამაყეზე მაღლა დააყენებს. მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. მეორე დღეს ლორდი ჰენრი ტრაგიკული ამბით მოდის. სიბილ ვეინმა, გულგატეხილმა და მიტოვებულმა თავი მოიკლა. მან თავი მოიწამლა დორიანის წასვლის შემდეგ. დორიანი თავდაპირველად მწუხარებითა და დანაშაულის გრძნობითაა შეპყრობილი. ის თავს იდანაშაულებს მისი სიკვდილის გამო. ეს არის მომენტი, როდესაც მისი სული სასწორზე დგას. მას შეუძლია აღიაროს თავისი დანაშაული და იფიქროს მის გამოსყიდვაზე.
მაგრამ ლორდი ჰენრი განაგრძობს დორიანის სხვა გზაზე დაყენებას. ოსტატურად ცვლის ტრაგედიის აღქმას. ის დორიანს ეუბნება, რომ საკუთარი თავი არ დაიდანაშაულოს. სიბილის თვითმკვლელობას ხატავს, როგორც ლამაზ, არტისტულ აქტს, ტრაგიკული პიესის საბოლოო, სრულყოფილ სცენას. მოუწოდებს, მისი სიკვდილი დაინახოს, როგორც საოცარი გამოცდილება და არა როგორც ბინძური და მახინჯი რეალობა. დორიანი ირჩევს ამ დამამშვიდებელი, ამორალური ინტერპრეტაციის მიღებას. ეს ათავისუფლებს დანაშაულის გზნობისგან და საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლად განაგრძოს ცხოვრება. გადაწყვეტს სიბილის ცხოვრებასა და სიკვდილს შეხედოს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, რომლითაც ერთდროს ტკბებოდა. ის შეგნებულ არჩევანს აკეთებს, მიიღოს ცოდვა უშედეგოდ და პორტრეტმა იტანჯოს მის მაგივრად. ეს არის მისი დაღუპვის ნამდვილი დასაწყისი. ის პორტრეტს სახლის ზედა სართულზე, ძველ, გამოუყენებელ სასწავლო ოთახში კეტავს და მალავს როგორც თავისი გახსნილი სულის მტკიცებულებას. პორტრეტის დამალვის შემდეგ დორიანი თავისუფლად გრძნობს თავს. მას ყავს საიდუმლო თანამზრახველი, ტილო, რომელიც შთანთქავს მისი ცხოვრების მთელ სიმახინჯეს და სამუდამოდ ლამასა და უმციკლო იერს დაუტოვებს სამყაროს თვალში. ის სრულიად ემორჩილება ლორდი ჰენრის ახალ ჰედონიზმს, ფილოსოფიას, რომელიც მიმართულია ცხოვრების მიერ შემოთავაზებული ყველა შეგრძნების განცდისკენ, მორალური ფასის მიუხედავად. მისი დაცემის მთავარი კატალიზატორი წიგნია, რომელსაც ლორდი ჰენრი უგზავნის. ეს არის ფრანგული რომანი. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა პარიზელზე, რომელიც თავის ცხოვრებას უძღვნის ყველა უნების განცდას, როგორც სათნოს, ისე მანკიერს. წიგნი დორიანისთვის სარკისა და სახელმძღვანელოს როლს ასრულებს. ის სრულიად მოხიბლულია, რადგან ხედავს საკუთარ ახალ გაღვიძებულ სურვილებს, რომლებიც მის პროტაგონისტში ასახული და გამართლებული. ეს მომწამლელი წიგნი დორიანის რწმენის საგანი ხდება. ის მას დაუღალავად კითხულობს. ყიდულობს 9 ეგზემპლარს და სხვადასხვა ფერებში აკინძავს, რათა მის ცვალებად განწყობა შეესაბამებოდეს. მომდევნო 18 წლის განმავლობაში ამ ფურცლებში მოქცეული ფილოსოფიით ცხოვრობს. იწყებს გზნობების სისტემატურ კვლევას, ახალი და უფრო ეგზოტიკური სიამოვნებების დაუღალავ ძიებას. დორიანი გარე სამყაროსთვის უდიდესი ახტაცების ობიექტია. ის არის მოდის კანონმდებელი, ხელოვნების მფარველი და სახელგანთქმული წვეულებების მასპინძელი. მისი ახალგაზრდული სილამაზე, რომელიც არასდროს ქრება, მას თითქმის მითიურ სტატუსს ანიჭებს. ხალხი მოხიბლულია მისი ერთი შეხედვით, უნაკლო სრულყოფილებით. მაგრამ ამ ელეგანტური ფასადის მიღმა ბნელი და ბინძური ცხოვრება იმალება. დორიანი ღრმად ეშვება სხვადასხვა სფეროს შესწავლაში, მაგრამ მხოლოდ მათი გრძნობითი მიმზიდველობის გამო. ის შეპყრობილი ხდება სუნამოების შესწავლით, ასობით სურნელის გარჩევას სწავლობს. სჯერა, რომ შეუძლია მათი გამოყენებით ადამიანის გონებაზე ზეგავლენა ექონიოს. იკვლევს მუსიკას, აგროვებს იშვიათ და ეგზოტიკურ ინსტრუმენტებს მთელი მსოფლიოდან და თავის სახლში კონცერტებს მართავს. მისი კოლექციონირებისადმი ვნება ძვირფას ქვებზეც ვრცელდება. ის აგროვებს უზარმაზარ და მოელვარე ძვირფასი ქვების კოლექციას, არა მათი ღირებულების, არამედ მათი სილამაზისა და ისტორიული მნიშვნელობის გამო. იკარგება ზურმუხტების, ლალებისა და საფირონების ლეგენდებში. სჯერა, რომ მათ მისტიკური თვისებები აქვთ. სწამს, რომ ეხმარება გაექცეს საკუთარ სულში არსებულ მზარდ შიშს. სანამ ის დღეების განმავლობაში დაკავებული ამ საქმიანობებით, მისი ღამეები ლონდონის ყველაზე ბნელ კუთხეებში გადის. ის დადის ისტ-ენდის ბინძურ ოპიუმის ბარებში და ნარკოტიკის ბურუში ეძებს შვებას. მას ხედავენ ყველაზე საზღარ ტავერნებსა და ნავსადგურებში, ძარცველებთან და გარიყულებთან ერთად. ის ორმაგ ცხოვრებას ეწევა. შეუფერხებლად გადადის მაღალი საზოგადოებიდან კრიმინალურ სამყაროში. მისი გავლენა სხვებზე უკიდურესად დამანგრეველია. თითქოს დორიანის უბრალო ყოფნაც კი ხსნის გარშემომყოფებს. ახალგაზრდები, რომლებიც მისი მეგობრები ხდებიან, აღმოაჩენენ, რომ მათი რეპუტაცია ნადგურდება და ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. ის სიამოვნებას იღებს იმ ადამიანების დაცემის ყურებით, ვისთანაც მეგობრობს. მისი სახელი სკანდალთან და არაკეთილსინდისიერებასთან ასოცირდება, მაგრამ ვერავინ ვერაფერს უმტკიცებს. ლამაზი და უმანკო სახე მისი საბოლოო ალიბია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზედა სართულზე ჩაკეტილ ოთახში დამალული პორტრეტი ამაზრზენ ტრანსფორმაციას განიცდის. ყოველი ცოდვის ჩადენის შემდეგ ტილოზე სიმახინჯის ახალი ნიშანი ჩნდება.
დახატული სახე იბერება და ბოროტად იმზირება. სასტიკი, ცინიკური ღიმილი ამახინჯებს, ოდესღაც ლამაზ ტუჩებს. თვალებში მზაკრული, სიძულვილით სავსე ნაპერწკალი ჩნდება, კანი ავადმყოფურ ფერს იღებს. პორტრეტი მისი მორალური გახსნის ცოცხალ დღიურად იქცა. დორიანი პერიოდულად შედის ოთახში, რათა მას შეხედოს. შიშსა და სიამაყეს ერთდროულად განიცდის. ის ადარებს ტილოზე გამოსახულ საზიზღარ, დაბერებულ სახეს, სარკეში საკუთარ უნაკლო ანარეგს. ეშმაკთან გარიგება შესრულდა და თავისი ქმედებების შედეგები ნახაც გადააბარა. მაგრამ ის მუდმივ შიშში ცხოვრობს, რომ საიდუმლოს აღმოაჩენენ. ოთახი მუდამ ჩაკეტილი აქვს. ერთადერთი გასაღები კი მის მფლობელობაშია. ის პარანოიკი ხდება, მიდრეკილია პანიკური შეტევებისკენ. პორტრეტი არამხოლოდ მისი წარსულის ჩანაწერია, ის მისი სინდისია, რომელსაც ფიზიკური ფორმა მიეცა. და ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა. მან მიაღწია მარადიულ ახალგაზრდობას, მაგრამ გახდა საკუთარი საიდუმლოს ტყვე, გატანჯული იმ საზიზღრობებით, რომელსაც სამყაროსგან მალავს. წლები გადის, დორიანი 38 წლის ხდება, მაგრამ კვლავ გამოიყურება როგორც 20 წლის. ერთ ნისლიან პირქუშ ღამეს ის სახლში ბრუნდება და ბეზილ ჰოლუორდს ხვდება, კაცს, რომელსაც წლების განმავლობაში თავს არიდებდა. ბეზილი პარიზში მიემგზავრება, მაგრამ გამგზავრებამდე საჭიროდ ჩათვალა დორიანთან საუბარი. ბეზილი დორიანს უპირისპირდება იმ საშინელი ჭორების გამო, რომლებიც მის სახელს უკავშირდება. ის ჩამოთვლის ადამიანებს, რომელთა ცხოვრებას დორიანთან კავშირმა დაანგრია. საუბრობს სკანდალებზე, უწესობასა და მორალურ გახსნაზე. ბეზილი თავისი მტკიცე მორალური კომპასით ვერ აკავშირებს ამ ისტორიებს მის წინ მდგარი კაცის ლამაზ, უმანკო სახესთან. მინდა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ევედრება ბეზილი. ის კვლავ ხედავს დორიანს, როგორც წმინდა იდეას, რომელიც ოდესღაც დახატა. ის დორიანს მოუწოდებს, თავისი გავლენა სიკეთისთვის გამოიყენოს და არა ბოროტებისთვის. ის საუბრობს სულზე და ასევე იმაზე, თუ როგორ კვალს ტოვებს ცოდვა ადამიანზე. ის დორიანის უნაკლო სახეს უყურებს და დაბნეულია. დორიანი უსმენს და მაშინ ნელ-ნელა მრისხანება მატულობს. უეცრად, დაუფიქრებელი სურვილი იპყრობს მას. გადაწყვეტს გაამჟღავნოს თავისი საიდუმლო და უჩვენოს ბეზილს მისი სულის ნამდვილი მდგომარეობა. ის სიამოვნებას გრძნობს ბეზილის გულუბრყვილო იდეალიზმის განადგურების ფიქრზე. წამოდი ზემოთ ბეზილი, ამბობს ის ავის მომასწავლებლად. მე ჩემს სულს გაჩვენებ. ის დაბნეულ ხელოვანს ჩაკეტილ სასწავლო ოთახში აიყვანს. დრამატული სიუჟეტით ფარდას ხდის პორტრეტს. ბეზის საშინელების ხილვისგან სუნთქვა ეკვრება. თავდაპირველად ფიქრობს, რომ ეს სასტიკი ხუმრობაა, რაღაც საზიზღარი სატირა. მაგრამ როდესაც უახლოვდება პორტრეტს, ის ცნობს საკუთარ ხელწერას და მისავე ავტოგრაფს კუთხეში. ტილოზე გამოსახული სახე ყველაზე გროტესკულია, რაც კი ოდესმე უნახავს. ეს არის სატირის სახე, ბოროტების განსახიერება. ტილო ლპება, დაფარულია ლორწოვანი ობით და მაინც ეს უდავოდ დორიან გრეის სახია, დამახინჯებული და გახსნილი, ცოდით სავსე ცხოვრებით. ეს ჩემი სულის სახია, ამბობს დორიანი ირონიით. ბეზილს პასუხისმგებლობისა და მწუხარების გრძნობა ეუფლება. გრძნობს, რომ ეს ამაზრზენობა რაღაცნაირად მისი ბრალია, მისი კერპთაყვანისმცემლური პატივისცემის, ან შესაძლოა ლორდი ჰენრის მომწავლელი სიტყვების შედეგი, რომლებიც მის სტუდიაში დიდი ხნის წინ ითქვა. ის დორიანს ევედრება მოინანიოს. ილოცე დორიან, ილოცე, ტირის ის, არასდროს არის გვიან, მაგრამ დორიანი მონანიების მიღმაა. ბეზილის შემხედვარე მას სიძულვილის უკონტროლო ტალღა ეუფლება. ის მხატვარს ადანაშაულებს თავის ბედში. აღიქვამს მას, როგორც იმ დაწყევლილი ობიექტის შემქმნელად, რომელმაც მისი დაცემა დააფიქსირა. ბეზილს რომ პორტრეტი არასდროს დაეხატა, არაფერი ამდაგვარი არ მოხდებოდა, ფიქრობს ის. სუფთა ცხოველური მრისხანებით ის დანას იღებს. ბეზილს რამდენჯერმე ურტყამს და კლავს კაცს, რომელიც ოდესღაც მისი უდიდესი მეგობარი და თაყვანისმცემელი იყო. ქმედება გაშმაგებული და სასტიკია. მან ახლა საბოლოო ზღვარი გადაკვეთა და თავის ცოდვების ნუსხას მკვლელობაც დაუმატა. თავდაპირველი სიშმაგის შემდეგ გამყინავი სიმშვიდე ეუფლება. მისი გონება მახვილი და პრაქტიკული ხდება. აცნობიერებს, რომ უნდა მოიშოროს სხეული და გაანადგუროს დანაშაულის ყველა კვალი. ის პორტრეტს უყურებს და ხედავს ახალ ცვლილებას.
ალისფერი ლაქა ახლად დაღვრილ სისხლად პორტრეტს ემატება. დორიანს ახსენდება ძველი ნაცნობი, ბრწყინვალე ქიმიკოსი, სახელად ალან კემპბელი. ისინი ოდესღაც ახლო მეგობრები იყვნენ, მაგრამ რაღაც მოხდა, რამაც მათ შორის იდუმალი და სამუდამო განხეთქილება გამოიწვია. დორიანმა ალანის შესახებ ბნელი საიდუმლო იცის, საიდუმლო, რომელსაც შეუძლია მისი განადგურება. ის ამ ცოდნას იყენებს, რათა დააშანტაჟოს მეცნიერი, რომ დაეხმაროს მას. ალან კემპბელი მოდის და დორიანი აიძულებს გამოიყენოს თავისი ქიმიური ცოდნა ბეზილის სხეულის მოსაშორებლად. ალანი შეშინებულია, მაგრამ გრძნობს, რომ სხვა არჩევანი არ აქვს. ის მთელი ღამე მუშაობს, იყენებს აზოტმჟავას გვამის გასახსნელად და არ ტოვებს არანაირ კვალს. ეს საშინელი ამოცანა ალანის სულს ამსხვრევს. რამდენიმე კვირის შემდეგ ვერ უძლებს რა დანაშაულის გზნობასა და იმის მოგონებას, რაც ჩაიდინა და თავს იკლავს. დორიანის სინდისზე კიდევ ერთი სიკვდილია. ის წამიერად გზნობს თავისუფლებას, მაგრამ ეს წარმავალია. დანაშაულის გზნობა და პარანოია იწყებს მის თანთქმას. ის ცდილობს გაექცეს თავის ფიქრებს გარყვნილებაში უფრო ღრმად ჩაძირვით. ეძებს თავდავიწყებას ოპიუმში, მაგრამ ბეზილის სახის მოგონება და პორტრეტზე დარჩენილი ალისფერი ლაქა მის ყოველ ფხიზელ წამს თანს დევს. საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობას დორიანი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ, ოპიუმის სუნით გაჟღენთილ ბარში მიჰყავს. იქ მას ცნობს ქალი, მისი წარსულის ერთ-ერთი მსხვერპლი. ოდესღაც ლამაზი და იმედებით სავსე, ახლა კი დაცემული და ცხოვრება დანგრეული. ის ზიზღით ესალმება დორიანს და მას პრინც ჩარმინგს უწოდებს. ამ სახელს გაიგონებს იქვე, ჩრდილში მდგარი მეზღვაური. ეს სიბილ ვეინის ძმა, ჯეიმს ვეინია, რომელიც შურისძიებისთვის სწორედ ამ სახელით ეძებდა დამნაშავეს. 18 წლის განმავლობაში ის ეძებდა კაცს, რომელმაც მისი და თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კაცს, რომელსაც მხოლოდ იმ საალერსო სახელით იცნობს, რომელსაც მისი და ეძახდა. ის დორიანს ქუჩაში გახვება, ბნელ ჩიხში შეათრევს და იარაღს თავზე მიადებს. შენ სიბილ ვეინის ცხოვრება დაანგრიე, ის კი ჩემი და იყო. დორიანი ტერორისგან პარალიზებულია, მაგრამ ამ უკიდურესად სახიფათო სიტუაციაში მარადიული ახალგაზრდობა ხდება მისი ხსნა. გასაოცარი სისწრაფით ის ჯეიმს ეუბნება, რომ ლამპიონის შუქზე შეხედოს. მე 20 წლისაც არ ვარ, ამბობს ის, მას ხმა უკანკალებს. ის აღნიშნავს, რომ კაცი, რომელსაც ჯეიმსი ეძებს, ახლა თითქმის 40 წლის უნდა იყოს. ჯეიმს ვეინი გაოგნებულია. ის დორიანის გლუ, უნაოჭო სახეს უყურებს და ხვდება თავის შეცდომას. კაცი, რომლის მოკვლასაც აპირებს, ზედმეტად ახალგაზრდა. ის ბოდიშს იხდის და დორიანს უშვებს. მაგრამ როდესაც დორიანი გარბის, ქალი ოპიუმის ბარიდან ჯეიმს ეუბნება, რომ დორიანს 18 წლის წინ იცნობდა და ის ერთი დღითაც არ დაბერებული. ჯეიმსი ხვდება, რომ უატყუეს და ისევ ისეთი მრისხანებით აგზელებს ნადირობას. დორიანი ახლა მუდმივ, ტანჯველ პარანოიას განიცდის. ის ჯეიმს ვეინის სახეს ყველგან ხედავს, წვეულებაზე, ფანჯრიდან მომზირალს, ოპერაში ხალხში გარეულს, მას თავისი წარსულის დევს, პირველი დიდი ცოდვის აჩრდილი. ის თავის სოფლის მამულში, სელბი როიალში გარბის, იმედოვნებს, რომ საფრთხეს გაექცევა, მაგრამ შიში თანს დევს. მამულის სანადირო წვეულების დროს ერთ-ერთი სტუმარის შემთხვევით ესვრის კაცს, რომელიც ბუჩქებში იმალებოდა. დორიანი მირბის, რათა ნახოს, ვინ არის ის. უდიდესი შოკისა და შვების ფონზე აღმოაჩენს, რომ გარდაცვლილი კაცი ჯეიმს ვეინია. მისი მდევარი მკვდარია. ის განთავისუფლებულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. თუმცა, სიკვდილთან ახლო შეხება, როგორც ჩანს, რაღაც დადებიც აღძრავს მასში. ის გადაწყვეტს, რომ საკმარისია ცოდვებით სავსე გზაზე სიარული. მას სურს გახდეს კარგი ადამიანი. ლორდ ჰენრის ეუბნება, რომ უკვე აღასრულა თავისი პირველი კეთილი საქმე. შეხვდა ახალგაზრდა, უმანკო სოფლელ გოგონას, ჰეტი მერტონს, რომელიც მასზე იყო შეყვარებული. მას შეეძლო გაენადგურებინა გოგონა, თუმცა აირჩია, რომ ის ხელშეუხებელი და წმინდა დაეტოვებინა. ის ამაყობს ამ ვითომ და თავგანწირვის ფაქტით. სჯერა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი თავისი დანაშაულების გამოსყიდვის გზაზე. დარწმუნებულია, რომ ეს კეთილი საქმე დადებით გავლენას იქონიებს პორტრეტზე. ის იმედოვნებს, რომ ტილო დაიწყებს თავისი სიმახინჯის მოშორებას, რომ სილამაზის ელფერი ისევ დაუბრუნდება დახატულ სახეს. იმედის ნაპერწკალით ჩაკეტილ ოთახში ადის, რათა თავისი მოქმედების შედეგი ნახოს.
ის პორტრეტს ფარდას ხდის, მაგრამ რასაც ხედავს, იმაზე საშინელია ვიდრე აქამდე. პორტრეტი არ გაუმჯობესებულა, ის გაუარესებულია, სახეს ახალი გაუმეტყველება დაემატა, ზაკრული, საზიზღარი თვალთმაქცობის გაუმეტყველება. ამ საშინელი სიცხადის მომენტში აცნობიერებს, რომ მისი კეთილი საქმე არ იყო ნამდვილი სიკეთისგან შობილი. ის გამოწვეული იყო პატივმოყვარეობით, ეგოისტური სურვილით, ენახა ცვლილება პორტრეტში და გაეჩუმებინა მტანჯოლის სინდისის ხმა. ეს იყო უბრალოდ კიდევ ერთი ექსპერიმენტი. პორტრეტმა თავისი ურყევი პატიოსნებით დაინახა მისი თვალთმაქცობა და გაასამართლა იგი. ეს არის ბოლო წუთი. დორიანი სასოწარკვეთილებითა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღით ივსება. ფიქრობს, რომ ვერასდროს შეძლებს ჭეშმარიტად მონანიებას, რადგან მისი მოტივები ყოველთვის ეგოისტური იქნება. ის გადაწყვეტს, რომ სიმშვიდის პოვნის ერთადერთი გზაა გაანადგუროს მისი დანაშაულების უკანასკნელი დარჩენილი მტკიცებულება, გაანადგუროს ტილოზე გამოსახული ამაზრზენი სახე. ის პორტრეტს ადანაშაულებს მისი ცხოვრების დანგრევაში. ის ათვალიერებს ოთახს და ხედავს იმავე დანას, რომელიც ბეზილ ჰოლუორდის მოსაკლავად გამოიყენა. იღებს მას და განრისხებული ნახატს ურტყამს. საშინელი ყვირილი და ხმაური ესმით მსახურებს. ისინი შეშინებულები არიან, მაგრამ ჩაკეტილ ოთახში ვერ შედიან. საბოლოოდ დახმარებას იძახებენ და კარს ამტვრევენ. შიგნით შოკის მონგრელ და სურიალისტურ სცენას ხედავენ. კედელზე კიდია მათი ბატონის, დორიან გრეის შესანიშნავი პორტრეტი. მისი ახალგაზრდული სილამაზის მთელი ბრწყინვალებით, ზუსტად ისეთი, როგორიც ბეზილ ჰოლუორდმა დახატა ათწლეულების წინ. იატაკზე კი კაცის სხეული ასვენია. ის გამხმარი, დანაოჭებული და საზიზღარი გარეგნობისაა. ხოლო თითებზე გაკეთებული ბეჭდებით ახერხებენ მსახურები მისი, როგორც მათი ბატონის, დორიან გრეის იდენტიფიცირებას. პორტრეტის განადგურების მცდელობისას მან საკუთარი თავი გაანადგურა. ნახატმა დაებრუნა თავისი სილამაზე, ხოლო დორიანმა საბოლოოდ მიიღო თავისი გახსნილი სულის ფიზიკური ტვირთი. სამართლიანობამ თავისი ყველაზე პოეტური და საშინელი ფორმით იზეიმა. მაშ, რა არის ამ ტრაგიკული ისტორიის ფუნდამენტური ფილოსოფია? დორიან გრეის პორტრეტი არ არის უბრალოდ გოთიკური ისტორია. არამედ ის არის შესწავლა ადამიანური ბუნების. რომანი სვამს კითხვას, რა ემართება სულს, როდესაც ის ყოველგვარი მორალური პასუხისგებლობისგან თავისუფლდება. ნაწარმოების ცენტრში დგას ჰედონიზმის, ანუ მხოლოდ სიამოვნებისკენ სწრაფვის იდეის კრიტიკა. რომანი გვიჩვენებს, რომ ამგვარი ცხოვრება ადამიანს მხოლოდ წამიერ სიამოვნებას ანიჭებს. ყოველი ახალი შეგრძნება, ყოველი დაუოკებელი ვნება დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტს ითხოვს. ტოვებს რა სიცარიელეს და სულიერ შიმშილს. დორიანის ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. ის თავისი ცხოვრებით აგროვებს სულიერ ვალებს, რომლის გადახდას გარდაუვალია. რომანი ასევე გვიჩვენებს, რომ ცოდვილი ცხოვრების დაფარვა მხოლოდ დროებითი ილუზია. დორიანი ახერხებს თავისი საიდუმლო სამყაროსგან დამალოს, მაგრამ ვერ მალავს მას საკუთარი თავისგან. პორტრეტი იქცევა სულის უტყუარ სარგედ, სინდისის ფიზიკურ განსახიერებად, რომელიც დაუნდობლად აფიქსირებს ყოველბოროტ საქმესა და ბინძურ განზრახვას. ეს არის იმის დასტური, რომ რეალობას ვერასდროს გავექცევით. ის საბოლოოდ ყოველთვის იჩენს თავს, ხშირად ყველაზე შემზარავი ფორმით. ერთ-ერთი უმთავრესი დასკვნა ეხება გარეგნულ სილამაზესა და შინაგან სიკეთეს შორის კავშირის გაწყვეტას. კლასიკური იდეალისგან განსხვავებით, სადაც სილამაზე სიკეთის ტოლფასია, ეს რომანი საპირისპიროს ამტკიცებს. სილამაზე შეიძლება იქცეს ყველაზე საშინელი მანკიერების საფარველად. დორიანის უმციკლო სახე მისი ალიბია, რომელიც მას საშუალებას აძლევს გააგრძელოს გახრწნა და ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ გარეგნობა ხშირად მატყუარაა. რომანი ასევე უსვამს ხაზს გამოსწორების მოჩვენებითი მცდელობის უნაყოფობას. როდესაც დორიანი გადაწყვეტს კეთილი საქმე ჩაიდინოს და დაინდოს ახალგაზრდა გოგონა, მისი მოტივი არა გულწრფელი სინანული, არამედ ეგოიზმია. მას სურს არა უკეთესი გახდეს, არამედ დაინახოს პორტრეტის გაუმჯობესება. ნაწარმოები გვიჩვენებს, რომ სიკეთე, რომელიც ეგოიზმითაა მოტივირებული, მხოლოდ ცოდვის კიდევ ერთი, უფრო დახვეწილი ფორმაა და მას გამოსწორებასთან არაფერი აქვს საერთო. ასევე რომანი არის იგავი გავლენის დამანგრეველ ძალაზე. ლორდი ჰენრის იდეები თესლია, რომლებიც დორიანის ნაყოფიერ ნიადაგში იზრდება და შხამიან ნაყოფს ისხამს. ეს გვაფრთხილებს, რომ საკუთარი მორალური ავტონომიის დათმობა და სხვისი იდეების ბრმად მიყოლა
სულის დაკარგვის ტოლფასია. საბოლოო დორიანის ტრაგედია არის საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან შეჯახების ისტორია. მისი უკანასკნელი აქტი, პორტრეტზე თავდასხმა, არის საკუთარი სულის მოკლის მცდელობა. თუმცა, როგორც რომანის ფინალი გვიჩვენებს, სული და პიროვნება განუყოფელია. ერთის განადგურებით მან მეორეც გაანადგურა. ეს არის საბოლოო გაკვეთილი. ცხოვრება მორალური საყრდენის გარეშე, რაოდენ ლამაზი და ბრწყინვალეც არ უნდა იყოს გარეგნულად, საბოლოოდ მხოლოდ ცარიელი გარსია, რომელიც კოლაფსისთვისაა განწირული. ეს ყველაფერი კი უნებურად გვახსენებს სახარებისეულ სიტყვებს, რომლებიც ფარისევლებს მიემართება. ვაი თქვენ და, რადგან გავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარეთ და მშვენიერნი ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. დორიან გრეი თავისი არსით სწორედ ასეთი შეფეთქილი საფლავია. მისი მარადიული სილამაზე მოპირკეთებული საფარველია, რომლის მიღმაც იმალება მკვდარი სინდისი, ჩადენილი ცოდვები და გახსნილი სული. დორიან გრეის პორტრეტმა დროს გაუძლო, რადგან ის მარადიულ კითხვებს სვამს, რომლებიც ყველა ადამიანს აწუხებს, ნაწარმოები გვაიძულებს, დაუფიქრდეთ სილამაზისა და სათნოების დაპირისპირებაზე. რა არის ჭეშმარიტი ღირებულება? ის ეჩქვეშ აყენებს მარადიული ახალგაზრდობის იდეალს და გვიჩვენებს, თუ რაოდენ მძიმეა ცდუნების საფასური. და ბოლოს, რომანი გამყინავი სიცხადით გვახსენებს, რომ ვერცერთი ჩვენი ქმედება უკვალოდ ვერ ჩაივლის და რომ ჩვენს მიერ აღსრულებული ყოველი საქმე ჩვენსავე სულზე პოვებს ასახვას, თუნდაც ის ხვებისთვის უხილავი დარჩეს. გმადლობთ, რომ შემომიერთდით ოსკარ უაილდის ამ შესანიშნავი რომანის ვრცელ მოგზაურობაში. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი დორიან გრეის დაცემიდან? გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. და თუ მოგეწონათ ეს სიღრმისეული ანალიზი და გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება, არხის გამოწერა და გაზიარება. მომავალ შეხვედრამდე.